ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ახლა ეგრეთ წოდებული ხმების დათვლა მიმდინარეობს. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობისთვის სულ 5 ეგრეთ წოდებული კანდიდატი იბრძოდა. სანამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბნებზე ეგრეთ წოდებული ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული განცხადებები გავრცელდა. სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებამ ეგრეთ წოდებული არჩევნები დაგმო და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს კი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებისა და პრინციპების მორიგი დარღვევა. ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს. დესი ვარდოსანიძის რეპორტაჟი. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ეგრეთ წოდებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და 20 საათზე დაიხურა. ამ დროისთვის ხმების დათვლა მიმდინარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის გარდა ეგრეთ წოდებული არჩევნები რუსეთის 2 ქალაქში, მოსკოვსა და ჩერკესკში ჩატარდა. ეგრეთ წოდებული საარჩევნო უბანი თურქეთის ქალაქ საქარიაშიც უნდა გახსნილიყო, თუმცა ეგრეთ წოდებული არჩევნების წინა დღეს დაიხურა. ამასთან რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე დასაკვირვებლად თავისი წარმომადგენლები არ გაუგზავნია. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობისთვის 5 ეგრეთ წოდებული კანდიდატი იბრძოდა: ბადრა გუმბა, ადგურ არძიმბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება ოფიციალური თბილისი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილ მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ეგრეთ წოდებული არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს. ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებულ არჩევნებს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ეგრეთ წოდებული არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, სანამ ეთნიკური წმენდის შედეგად ქართველი მოსახლეობა გამოდევნილია, ხოლო იქ დარჩენილ ეთნიკურ აფხაზებზე უკვე ათეული წლებია რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივად ხორციელდება ზეწოლა. მოუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს და ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მკაცრად დაგმონ ეს ფაქტი. ჩვენი მთავარი მიზანია გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რათა მშვიდობიანი გზით მოხდეს აფხაზეთში ჩვენი დროებითი დევნილი მოსახლეობის უპირობო დაბრუნება და აფხაზებთან ერთად ერთიანი სახელმწიფოს პირობებში ჩვენი საუკუნოვანი ერთობის აღდგენა. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა ევროკავშირი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ისინი ჩატარდა. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მთელი დღის განმავლობაში საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა. შვედეთის, ესტონეთის, უკრაინის, ლიეტუვას და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმაციას არ ანიჭებენ და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
უკრაინა განუხრელად უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ხოლო რუს სამხედრო დამნაშავეებს უნდა დაეკისროთ უმკაცრესი პასუხისგებლობა თავიანთ დანაშაულებზე. ლატვია გმობს ეგრეთ წოდებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლებიც 15 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ჩატარდა. ლატვია არ აღიარებს არც მათ ლეგიტიმურობას და არც შედეგებს. ლატვია მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება. ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე შეუვალ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ლიეტუვა არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ესტონეთი არ აღიარებს დღევანდელ ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ოკუპირებულ აფხაზეთში. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასა და ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ეგრეთ წოდებული სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირებების ფონზე ბჟანია 19 ნოემბერს გადადგა.